მოგესალმებით, დღეს გვაქვს პოდკასტის ტექ ადამიანის მორიგი ეპიზოდის ჩაწერა და მყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, გიბრუნდებით ახალი ფორმატით, ირმა ოქროპირიძე და ლაშა ღვალაძე. Წარვადგენ ირმას და ლაშას. ირმა არის ორგანიზაციული განვითარების და ციფრული ტრანსფორმაციის კონსულტანტი, HR ექსპერტი და ლაშა Finca Impact Finance-ის გლობალური ტალანტების მართვის ხელმძღვანელი. მოგესალმებით და მადლობა, რომ დროს მითმობთ. გამარჯობა ნათია, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ნათია პირველ რიგში მოწვევისთვის და გილოცავ ამ არაჩვეულებრივ დასაწყის და ახალ ეტაპს შენს ცხოვრებაში. დიდი მადლობა. მოდი მაყურებელს ვეტყვი, რატო შეკრიბეთ დღეს თქვენ და რა შუაში არის HR ექსპერტების მოწვევა ტექნოლოგიურ პოდკასტთან. გეტყვით იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები, როგორც პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე მისი ყოველდღიური გამოყენება სხვადასხვა სფეროში და ჩემთვის პირადად და უკვე ბევრისთვის ძალიან დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს თუ როგორ იცვლება სამუშაო პოზიციები, სამუშაო ბაზარი, უნარები, განვითარება, არის თუ არა აქტუალური ის დაუშვათ მიმართულებები, რასაც სწავლობთ ახლა სტუდენტები, რო იწყებენ ახლა ადრეულ თქვა კარიერის ეტაპზე ადამიანები ირჩევენ თქვა სხვა პროფესიებს, ხო? ანუ რა ხდება ამ კუთხით? დღეს მიმოვიხილავთ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, როგორი სიტუაცია, როგორ ვითარდება ეს ტრენდები და ნახოთ, ფიქრობ, რომ საინტერესო დატვირთული პოდკასტი გამოგვივა. კაი, დავიწყოთ ზოგადად იმ თემით, რომ ადრეც ვიყავით სხვადასხვა ტექნოლოგიური განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლების მომსწრე ისტორიის, ასე ვთქვათ, მსოფლიო ისტორიის განმავლობაში, მაგრამ ადრე რაც ხდებოდა, დაუშვათ ავტომატიზაცია ხდებოდა უფრო ისეთი სამუშაო პოზიციების, რომელიც იყო, თქვათ, შედარებით გვითხოვდა დაბალ უნარებს და ეს იყო, თქვათ, სხვადასხვა ინდუსტრიებში ძირითადად წარმოებაში და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ცოტა სხვა მიმართულება არის, ძირითადად ეს ცვლილებები ეხება უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ცოდნის და უნარების მქონე პროფესიებს. ირმა, როგორ მიმოიხილავდით თქვენ აი ამ ცვლილებებს? ხო, ზოგადად რო ვილაპარაკოთ ამ ჩვენ ტექნოლოგიურ პროგრესზე, ალბათ უნდა დავიწყოთ ინტერნეტით. 1979 წელს და დავაკირით აქ თარიღებს, ყველა საინტერესო არის, გაეშვა პირველი შიდა ქსელი სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტს შორის. ეს იყო ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით პროგრამა, როცა ტესტავდნენ, როგორ დაუკავშირდება კომპიუტერები ერთმანეთს. მე ეს ვითარდებოდა, ჩვენ ვიცით და NASA-ში პრაქტიკულად ეს ინტერნეტვორკი შეიქმნა და თავისთავად ბუნებრივად, ანუ ჩვენც არავინ არ ვკითხა, აღმოვჩდით უკვე 91 წელს 1991 წლიდან იყო მომხმარებლებისთვის, ხო, გაეშვა ეს და როგორც არის სტატისტიკა, რომ პირველ 5 წელიწადში აკრიფა 50 მილიონი მომხმარებელი და დღეს არის უკვე 5 მილიარდ ნახევარი, ანუ სტატისტიკურად ინტერნეტ მომხმარებელი მსოფლიოში, რა თქმა უნდა, განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, სადღაც არის ძალიან მაღალი რაოდენობა მომხმარებლების, სადღაც ჯერ კიდევ ნაკლები. თავისთავად ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, რაღაცა უნარები ჩამოაყალიბა უკვე ტექნოლოგიურად. ყველა მინიმუმ რაღაცას ედებს. ანუ ესე რომ ვთქვათ, რომ ადამიანს ბუნებრივად აქვს რაღაც უნარები, როცა შეუძლია აითვისოს სიახლე. და ეს სიახლე ძალიან კარგად იქნა ათვისებული e-კომერციაში მაგალითად, ყველა რაღაცას ყიდულობს ონლაინ. რაღაცა აი თვითონ ეს ტექნოლოგიური პროგრესი, იყო პროგრამები, Microsoft Office, რომელიც ჩვენ გვეხმარებოდა და გვეხმარება, რომ შევასრულოთ სამუშაოები. და ესეც კარგად აითვისა, ხო? ვიღაცამ კურსებზე არა, მაგრამ ვიღაცამ თვითონაც ისწავლა. ვიხსენებდი იმ დღეს, რომ იყო Microsoft Office ასისტენტი, ასეთი კლიპი. სახელი გავიხსენე უფრო სწორად, რომელიც გამხდებოდა და გეკითხებოდა, ხო, რით შემიძლია დაგეხმარო და მახსოვს, რომ პირველი აი ფაივოთ ციფრებით რაღაცა გრაფიკი იქ ავაწყო. შეიძლება ეხლა რომ ვუყურებ ამ გადასახედიდან, ალბათ ეს იყო ChatGPT-ის პირველი ვერსია, იმიტომ რომ დამწყებ ეტაპზე
ასისტენტი, იმიტომ რომ გესაუბრებოდა და ინტერაქციული. ხო, და დახტოდა კოვიდში, ხა უკვე სხვანაირი პლატფორმებია. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ შევაჯამო, რომ ეს ყველაფერი იხვეწება და ჩვენი უნარებიც იხვეწება, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვექნება, ეხლა დღეს ვისაუბრებთ, რომ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, როგორ შეიძლება და რა თქმა უნდა, ანუ ის რომ ჩაანაცვლებს კი რაღაცას ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს ციფრული ახალი რევოლუცია, ასე ვთქვათ, რომელიც უკვე გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტს და არა ისე სოფტების განვითარებას, ყველგან არის უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩაშენებული ნებისმიერ მესიჯში, აი გამოიდგინეთ. სულ ხა ვიხსენებდი პირველი იმეილი, ელექტრონული პოსტა, რაზე გავაგზავნე ნეტავი, ხო? ანუ საინტერესო იქნებოდა. ეხა YouTube-ი ვიცით პირველი რაზე იყო გადაღებული, ხო? ზოოპარკში გადაიღო ადამიანმა ვიდეო და გახდა, ანუ YouTube-ის ფლობელი. დადო ეს ატვირთა. ანუ ყველაფერი რაღაცით იწყება. ამიტომ ეს პროგრესი ჩვენ გვაძლევს ძალიან ბევრ საშუალებას, შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არის რაღაცეები, რაც დროულად უნდა ავითვისოთ, დროულად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, ამ ტალღაზე, პროგრესი როგორც ქვეყანა, ისე ცალკეული ადამიანები. ლაშა, რას ფიქრობ, ხა შენ აკავს ადამიანები, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში? 13 ქვეყანაში ვარ წარმოდგენილი, თუმცა სხვა ქვეყნებიდანაც აკვყავს შესაბამისად დაახლოებით 20 ქვეყანაში მაქვს ლომა. და როგორ ამჩნევ, ანუ შენი გადასახედიდან, როგორ სიტუაცია არის ზოგადად კანდიდატები იყენებენ თუ არა, ან თავიანთ რეზიუმეში აღნიშნავენ თუ არა, ვთქვათ, რომ აქვთ რაღაც ცოდნა, ან უნარები ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ან საერთოდ CV-ის ფორმატზე თუ ამჩნევ, ან გასაუბრებებზე თუ ამჩნევ, აი როგორ სიტუაცია არის, ძალიან საინტერესოა შენი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში CV-ის ფორმატზე ეთყობა და თუმცა ეს სასიამოვნო და დადებითი მოვლენა არის, რადგან უფრო ლამაზი და კარგად დაფორმატებული CV-ები გაჩნდა ამის შედეგად, ვიდრე აქამდე დაუშვათ 20 წლის წინ უყურებდით და ვნახულობდით. ასევე საინტერესო არის, რომ ჯერ არ შემხვედრია პრინციპში ესეთი CV, სადაც ადამიანს უწერია, რომ AI-ის გამოყენება იცის და კონკრეტულად რა მიმართულებით იცის გამოყენება, რა თქმა უნდა, ახსენებენ soft-ებს, კონკრეტულ soft-ს, რომელსაც იყენებენ, მაგრამ არა დაუშვათ ChatGPT-ს ან prompt engineering იცის ადამიანმა კარგ დონეზე. ეგ არ შემხვედრია. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეც ახლავს, თუნდაც generative AI-ის გამოყენებით ინტერვიუზე ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია, რომ მოგაჩვენოს თავი, რომ იცის რაღაც და აქვს რაღაცა ცოდნა, რომელიც სინამდვილეში არ იცის. თუმცა აი ზუსტად ამიტომ არის საჭირო, რომ მეორე მხარესაც ადამიანი იჯდეს, რომელიც შეხედავს ამ ყველაფერს, გაანალიზებს და ჩვენთვის მარტივი გასაგებია იჩარებისთვის, როცა ადამიანი რაღაცაზე გესაუბრება, ეს რეალურად იცის ამ ადამიანმა, თუ ცდილობს რაღაც დამხმარე საშუალებით პასუხების გაცემას. და აქედან გამომდინარე, ერთია რომ CV-ში ყველაფერი შეგვიძლია რომ ჩავწეროთ, რომ რაღაც ცოდნა გვაქვს და მეორე არის ასევე ის, რომ ეს ცოდნა უკვე რამდენად გამოადგებათ მათ სამუშაო უშუალოდ მუშაობის პროცესში. უნარებით შეფასება დაუშვათ რამდენად მნიშვნელოვანია მით უმეტეს, ანუ ამ ეპოქაში, როდესაც თქვათ ცოდნა შეგვიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში სხვადასხვა დამხმარე, თქვათ სასწავლო ხელსაწყოებით ავითვისოთ, ან მოვიძიოთ ინფორმაციას სწრაფად, ანუ აქ უკვე რას ექცევა ყურადღება უნარების კუთხით. ძალიან სწორი შენიშვნა არის, ნათია, უფრო და უფრო აქტუალური ხდება კომპეტენციებზე დაყრდნობით ინტერვიუის ჩატარება და ზოგადად შერჩევის ეტაპების შესაბამისად განსაზღვრა, რადგან ვიცით, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ადამიანმა ისწავლოს და აითვისოს ნებისმიერი ტექნიკური თუ არატექნიკური ცოდნა. შესაბამისად, გასაუბრების დროს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ კომპეტენციებს, უნარებს და როგორ შეუძლია ადამიანს გამოიყენოს ესა თუ ის კონკრეტული ცოდნა. ანუ მაგალითად, ადრე თუ შეეკითხებოდი რა გააკეთებდა
პრობლემატურ კლიენტთან ურთიერთობისას, ეხლა შეიძლება იყოს იგივე შემთხვევა ადამიანს დაუსვა შეკითხვა და მიიღო რეალურად ის კომპეტენცია, რაც გაინტერესებს, მაგრამ არ კითხო კლიენტთან ურთიერთობაზე, არამედ შეიძლება კითხო ზოგადად ცხოვრებაში, როდესაც ქონია პრობლემური სიტუაცია, როგორ მოიქცა, იმიტომ რომ კომპეტენციები, რაც უნდა გამოიყენოს მსგავს სიტუაციაში, ერთ და იგივეა, თუნდაც სამსახურში ან სამსახურს გარეთ. იგივე არის დაუშვათ ნებისმიერ ტექნიკური ცოდნის შემოწმებისას, ამისთვის არსებობს ტესტი, თუ გინდა შეგიძლია ადამიანს დააწერინო ტესტი და ამით შეამოწმო, მაგრამ რომც არ იცოდეს, წესით ის შედარებით ნაკლები ტესტის ქულა უნდა გეხმარებოდეს, თუ ამ ადამიანს სამსახურში აიყვანს, შემდეგ რა მიმართულებით განავითარო და რა უნდა ასწავლო. აი განვითარება და ტრენინგება კიდე დიდი თემა და ამას შევეხებით და ეხლა დამოვიწყო დასაწყისში აღმენიშნა, რომ დღევანდელ დროს მე მგონი ყველა თანხდება იმაზე, რომ კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტი ესე არ მოვა და პროფესიას არ წაგართმევს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გავლენით ძალიან ბევრი პროფესია ტრანსფორმირდება. ანუ ის ტრადიციული მიმართულებები სახეს იცვლის, შეიძლება რამდენიმე პროფესია გაერთიანდეს, რამდენიმე პროფესიამ საერთოდ დაკარგოს აქტუალობა, ან გადატრანსფორმირდეს ისე, რომ საერთოდ ახალი პოზიციები გაჩნდეს და სხვათა შორის აი ირმა სოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევების მე მგონი კვლევებში არის წარმოდგენილი ეს რიცხვები, რომ რაღაც 170-177 მილიონი ახალი პროფესია გაჩნდება, რაღაც 98 მე მგონი საერთოდ დაკარგავს აქტუალობას, მაგრამ ანუ ეს სხვაობა მიუთითებს, რომ მუდმივად მაინც მზარდი არის მოთხოვნა და ახალი პროფესიები შეგხვდება და გვხვდება უკვე ბაზარზე, როგორც არის პრომპტ ინჟინერია თუნდაც, ან რაღაც AI ინტეგრატორი, AI არქიტექტორი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით კი ბატონო. ეს ახლა ზუსტად ვერ იქნება, იმიტომ რომ აჩვენებს ეს თან 30 წლისთვის არის ხო რაღაც პროგნოზი. იმიტომ რომ დინამიკა როგორ განვითარდება, ჩვენ არ ვიცით ხო რა მოვლენები მოხდება, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო პროფესიები შემოდის და ამაზე დღეს უნდა ვიფიქროთ, დღეს უკვე, კი არა წარსულია უკვე, იმიტომ რომ მაგალითად AI ხელოვნური ინტელექტის ეთიკის ოფიცერი, სპეციალისტი, ხო? ანუ ჩვენ ხო გვაქვს ახლა ქსევის კოდექსის რაღაცა იქ ოფის მენეჯერი, ეთიკური ნორმების დაცვა, compliance, ხო შედარებით. ამ დროს ხელოვნური ინტელექტის ეთიკა, ხო, იქ ალგორითმი როგორ არის აწყობილი, დისკრიმინაციული არა, როგორ არის გამოყენებული ეს მონაცემები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წამოწეულია წინ არა მარტო ტექნიკური პროფესიები, ხო, AI-ის კუთხით, რომელიც არის ახლა მანქანური სწავლების და AI სპეციალისტი, არამედ თვითონ აი ეს გამოყენებითი AI agriculture-ში იქნება ეს მედიცინაში თუ ასე. და რაც მთავარია, რაზეც ჯერ მე ყოველთვის აი როცა ვასწავლი სტუდენტებს, ახლა ვიძახი რომ ეს მენეჯმენტული სკოლები და ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ყველა თემას ვწერთ ციფრულ ეპოქაზე, დაყრდნობით ლიდერი ციფრულ ეპოქაში, ხო? აი ეს საქმე, ანუ როგორ იცვლება ჩვენი ქცევაც ხო იცვლება, პარალელურად იცვლება ბიზნეს პროცესი. და ძალიან საინტერესო თემა არის და ალბათ ჩვენზეა ხო პროფესიონალებს დამოკიდებული რაც უფრო სწრაფად შემოვა ეს საქართველოში და მე ვისურვებდი რომ ჩვენ რაღაცა ჰაბით გავხდეთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ამის რესურსი, პოტენცია ჩვენ გვაქვს. ყავს სათანადო ხალხი აქ, რომელმაც შეუძლია ამას სათანადოდ ჩაუდგეს თავში და არის augmented AI, ანუ თვითონ მაგალითად HR უფრო გაძლიერებული, რომელიც არის AI ტექნოლოგიებით, მარკეტინგი AI ტექნოლოგიებით და ყველა პოზიციის გარდაქმნა, როგორ გამოიყენებს აი ტრანსფორმაცია ალბათ წავა ამ მიმართულებით. ეს ადრე მოხდება თუ რაც უფრო ადრე სასურველია, რომ გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ მივიღებთ უფრო ეფექტურ შედეგებს და სწრაფად. კი, აი ორი მიმართულება არის, აი როგორც აღნიშნე, აუგმენტაცია და ავტომატიზაცია, ანუ ერთი რომ დაუშვათ რაღაც პროცესების ავტომატიზაცია მოხდება და იმ როლები, რომლებიც ხელით ხო ასრულებდნენ აქამდე, მათი ჩანაცვლება და გაძლიერება და ანუ გაძლიერება ფაქტიურად ან ნებისმიერ ინდუსტრია ვერ მოიძებნება, სადაც არ ხდება ხო იგივე ხო. კი და აი განვითარების კუთხით ახლა ძალიან საინტერესოა, რადგან თქვა ესეთი ახალი თქვა
პროგრამები შემოდის ახალი თქვა ხელსაწყოები ხო ანუ ამ კუთხით მოდი ინდივიდების განვითარების კუთხით ანუ ეს თანამშრომლების ან დავუშვათ იმ კანდიდატების ვინც თქვა შეთან მოდიან ლაშა ან გაქვს გასაუბრება შენი აზრით როგორ ანვითარებენ ადამიანები თავიანთ თავს დღევანდელ რეალობაში ასევე ზუსტად საინტერესოა შენი გადასახედი მსოფლიო და საქართველოს შედარება სხვა ქვეყნების და რა ტრენდები იგრძნობა მანდ არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტრენდები ამ მიმართულებით, მაგალითად ადამიანები საკმაოდ სწრაფად უწყობენ ფეხს და დაიწყეს AI-ის გამოყენება, ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ვისაც ალბათ აქვს რაიმე ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტთან არის მიერთებული, ყველას აქვს რაიმე დასერჩილი, ანუ მოძებნილი მაინც AI-ის გამოყენებით. თუმცა პრობლემა არის ის, რომ რასაც მე ვამშევ ჩემი გადმოსახედიდან, ადამიანები არ იყენებენ AI-ის ტექნოლოგიებს საკუთარი განვითარებისთვის და გაზრდისთვის. ანუ უფრო ურჩევნიათ, რომ გამოიყენონ თავისი საქმის შესასრულებლად, ნაცვლად იმისა, რომ AI-ით რაღაცა ისწავლოს, იმისთვის, რომ უფრო მეტი თავისუფალი დრო გამოუთავისუფლდეს, მაგალითად რუტინული დავალებები AI-ის გააკეთებინოს და თვითონ უფრო სტრატეგიულ ნაწილზე იფიქროს, ან უფრო აზროვნებით ნაწილზე იფიქროს თანამშრომელმა. ეს იგრძნობა როგორც კომპანიებში, თანამშრომლების თვალსაზრისით, ასევე იგივე შეიძლება ვთქვათ ნებისმიერ კანდიდატებზე, რადგანაც ისინიც ზოგადად ადამიანები ცხოვრებაში როგორც იყენებენ AI-ს, იგივენაირად გადმოდის კომპანიაში. ანუ კომპანიაშიც იგივე მიმართულებით იყენებენ და იგივე დატვირთვა აქვს AI-ს. რაც შეეხება სწავლებას, რეალურად სწავლების თვალსაზრისით AI-ს თუ კარგად გამოიყენებს ადამიანი, ეს ყველაფერი ხო გაუმარტივებს მას სწავლებას, მოარგებს მაგალითად მის დონეს რაღაცა მასალას, რომელიც უნდა რომ შეისწავლოს, ასევე გახდება მისთვის უფრო საინტერესო და პერსონალიზაცია მოხდება ზუსტად იგივე მასალის, რაც უნდა შეისწავლოს. ვიღაცა შეიძლება იყოს კინესთეტიკი, რომელსაც სხვანაირად ჭირდება სწავლა მასალის, ვიღაცა შეიძლება იყოს, ვისაც აუდიო მეხსიერება აქვს კარგი, ანუ მან უნდა მოусმინოს და თუ ადამიანმა ეს ყველაფერი იცის, კარგად გამოიყენებდა ამ ხელსაწყოებს. თუმცა ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე გამოყენებული ადამიანების მხრიდან, როგორცაც ალბათ ვისურვებდით. ეს რაღაც ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება თუ ხელმისაწვდომობას თუ აი როგორ სიტუაცია ან ორგანიზაციები დავუშვათ თუ ზრუნავენ ან თუ დაიწყეს კონსერვატორული მიდგომა უფრო ბიზნეს ზოგადად ახასიათებს და როგორც სახელმწიფო ბიუროკრატიასაც კონსერვატორული მიდგომები, იმიტომ ეს კორპორატიული ორგანიზაციული კულტურაც ამაზეა აგებული, ხო? თუმცა მეორე მხრივ ეხა არსებობს ისეთი ბიზნესები, რომელიც სწრაფად იცვლება და ნუ ისინი შედეგებსაც სხვანაირ დებენ. ეხა ჩვენ რამდენი ხანია გვესმის ფინტეკი, ასე ვთქვათ, განვითარებული. თუმცა პარალელურად ხედავთ, რომ გაიხსნა ეს სერვის ცენტრი, გაიხსნა მეორე სერვის ცენტრი, მესამე, ანუ ისიც ფარწუდება და ფინტეკიც. ერთი მხრივ კონტაქტ პოინტები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შეხების წერტილები ადამიანთან, მაგრამ მეორე მხრივ ის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად და ეფექტურად და ანუ დიდ შედეგებზე გაგიყვანოს. უკვე იმაზე არ არის საჭირო. და იმ ადამიანმა მართოს პრაქტიკულად ხელოვნური ინტელექტი, ანუ ამონიტოროს, შედეგები, რეპორტები აანალიზოს, იქ რა შეიძლება გაკეთდეს, კრეატიული იდეები ჩამოაყალიბოს ამ შემთხვევაში. ანუ ამითი შეივსება ის ადგილი, რომელსაც ანუ რაღაცა ერთი და იგივე რუტინულად ასრულებდა ადამიანი. ძალიან საინტერესოა ის დამავიწყდა, რომ მე თქვა გარტნერის კვლევით არის, რომ აი ახალ პროფესიებზე სადღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ჩვენთან პროფესიებზე მე კვლევა არ შემხვედრია. თუმცა თვითონ სტატუსზე არის კვლევები, სად ვართ, რა ვართ, რაღაც ესეთი. ისედაც აი ეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაც აკეთებს ყველა ქვეყნის კვლევა დევს OECD-ს. გაეროს კვლევებიც არის, თვითონ digital governance და digital skills-ების უნარების მიხედვით სად ვართ, მაგრამ იქ არის რომ 40%-ით იზრდება რაოდენობა აი დეველოპერების კი არა, აი მანქანური სწავლების სპეციალისტების. აი ხა რაც ვთქვი, ხო იმიტომ დეველოპერების ხა ნათია ძალიან კარგად იცი, ანუ იქ რა შეიძლება basic level-ზე უკვე ცოტა საინტერესო დაკვირვება, იმიტომ რომ ერთის მხრივ დეველოპერებს და ნუ
ზოგადად IT-ში მაინც განვარტავ რომ ძალიან ბევრი მიმართულება ვადარებს სამედიცინო სფეროს, ანუ სამედიცინოში როგორც არის რაღაც ცალკე თქვა, კბილის ექიმი და ცალკე რაღაცა არ ვიცი, თერაპევტი თვალის და ამ შემდეგ, ცალკე ასევე არის IT სფერო, ხო ესე IT სფერო არ შეიძლება რომ მოვიაზროთ ერთად, იმიტომ რომ ანუ ეხლა რომ დაიწყეს ამ ბოლო დროს თქვათ იმის გაჟღერება და რაღაც პანიკა, რომ აი დეველოპერები შეიძლება არავის აღარ დასჭირეს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი კოდს ისე კარგად წერს და მართლაც კარგად წერს და კარგ ასე ვთქვათ შესწორებებსაც აკეთებს და შეგვიძლია რომ აპლიკაცია 5 წუთში გავაკეთოთ იმათმა ვინც დაუშვათ არ იცის კოდის წერა და ასე შემდეგ. მაინც ბოლომდე დეველოპერები და ასე ვთქვათ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ესე ვერ ჩანაცვლდებიან და ისინი ტრანსფორმირდებიან უფრო ხელოვნური ინტელექტის დაუშვათ ინჟინრებად ან რაღაცა სხვადასხვა მიმართულებებად, რომლებიც საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაციებში დაინერგოს ხელოვნური ინტელექტი. მათ შორის დიდი მონაცემების სპეციალისტები, მანქანური სწავლების სპეციალისტები, ეს მიმართულებები კვლავ რჩება აქტუალურ და კიდევ მოდელირების ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს მორგებული კონკრეტულ ინდუსტრიებზე, რაც ჯერ ხო არ არის, ანუ ჯერ მიდის ერთი მიმართულებით. მედიცინის თალკე შეიძლება ყველა მიმართულება განვითარდეს ამ კუთხით და ანუ ეს შედეგები იყოს, რაც ძალიან შეცვლის კიდევ და მეორე კიდე, ანუ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ თვითონ მოსახლეობასაც გაუზიაროთ ცოდნა, ანუ ეს აღჭურვო ციფრული უნარებით, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ციფრული უნარების, აქ არის თვითონ ანალიტიკურად როგორ აზროვნებ კონტაქტით ციფრულ ხელსაწყოსთან. ხო, ელექტრონულთან ეს ამნიშნელოვანი, ანუ დაზუთხულად კი არ აჭერ იქ ხელს, არამედ სააზღვრავ რაღაცებს რო აქიდან და ანუ ეს უფრო კომფორტულს გზის და ეს შიშიც გაქრება ამ შემთხვევაში. ან წინა ეპოქებს რო შევადაროთ, ხო, ანუ ადრე იყო, როდესაც ადამიანი მუშაობდა დაუშვათ რაღაც ქარხანაში და იცოდა რომ მხოლოდ აი ამ კონკრეტულ რაღაცაზე დაჭერით მოხდებოდა ის პროცესი, რაც მას უნდა გაეკეთებია. ეხლა შეიცვალა და ტრანსფორმირდა აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ გჭირდება ორი ძირითადი რაღაცა. ერთი ტექნიკურად როგორ გააკეთო, მაგრამ მეორე გაანალიზება გჭირდება და ასევე ერთი პრობლემა რაც ახლავს ინფორმაციის შედარება და იმის გადაწყვეტა რამდენად სწორი არის ის ინფორმაცია რაც მოგაწოდა. იგივე კოდზე რასაც ამბობდი, ხო? შეიძლება მისცეს კოდი, რომელმაც არ იმუშაოს რაღაცა ფაქტორების გათვალისწინებით, ხო? იგივე არის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისად არ ამგონია რომ მთლიანად როდესმე ჩაანაცვლოს და ადამიანის გარეშე იმუშაოს ნებისმიერმა AI ტექნოლოგიამ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფრო მეტი როგორ გამოვიყენოთ აი ახალი AI ტექნოლოგიები ჩვენი სამუშაოს გაუმჯობესებაში, განვითარებაში და უფრო სწრაფად და ხარისხიანად რო ვაკეთოთ ის საქმეები, რასაც ვაკეთებთ. თუმცა ეს საფრთხეები, ანუ რაც შეეხება განსაკუთრებით, აი დამწყები, იგივე პროგრამისტებზე მაქვს აქცენტი, რომ ადრე თქვათ იყო რაღაც 6 თვიან კურსებს გაივლი და რაღაცა ერთ-ერთი პროგრამირების ენას ისწავლიდა და თქვათ სამუშაოს დაიწყებდა ან სტაჟირებაზე თქვათ აიყვანდა რომელიმე კომპანია. ეს ტრენდი ძალიან, ასე ვთქვათ, დაკლებულია და დიდად არავის აღარ სჭირდება დამწყები სპეციალისტი, ხო? იმიტომ რომ ანუ ურჩევნიათ რომ გადაუხადონ თქვათ ცოტა მეტი და არქიტექტმა შეითავსოს და უშუალოდ 10 პროგრამისტის როლიც იმ დამხმარე AI თულების საშუალებით რაც აქვს, ვიდრე თქვათ ესე სტაჟიორები აიყვანონ. ხედავ ჩვენ გათავისუფლებლებს, ანუ ძალიან ბევრ დიდ კომპანიებში. ოღონდ მე მგონი მიმართულებები შეიძლება, ანუ იქაც უნდა ჩაერთოს აი ესეთი ფართო ხედვა პროფესიის მიმართ, ხო? ანუ ეს უნარები გამოიყენება კიდე სხვა რაღაც, აი ზუსტად ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, იმიტომ რომ არ არსებობს დღეს წარმატებული ერთი კარიერა, მინიმუმ 3 კარიერა არსებობს ამ პროფესია, რაშიც შეგიძლია შენ ანუ განვითარდე და ესეთი სიმბიოზი გააკეთო საინტერესო. და ამ კუთხით აი საქართველოში როგორ პასუხობს დაუშვათ მსგავსრულებებს ის განათლების სისტემა, რომელიც თქვათ ეხლა გვაქვს, ანუ იმ სტუდენტს, ვინც ეხლა აბარებს ან პირველ კურსია, 4 წლის მერე რა სიტუაცია დახდება სამუშაო ბაზარზე?
ალბათ ისე უნდა დაუბრუნდეთ იმ ფაქტს, რომ განათლების პერიოდშიც მნიშვნელოვანი ადამიანმა ისწავლოს და მიიღოს უნარები და არა რაიმე კონკრეტული ცოდნა. იმიტომ რომ 4 წელი ამ სწრაფი განვითარების ეპოქაში მიიღოს, მაგრამ შეიძლება 4 წლის შემდეგ ყველაფერი შეცვლილი იყოს, როდესაც უნივერსიტეტს აამთავრებს და ის ცოდნა, რაც ისწავლა მაგალითად რომელიღაც კონკრეტული წიგნით, აღარ იყოს საერთოდ გამოსადეგი იმ ბიზნეს რეალობაში, როგორშიც გამოვა, როცა უნივერსიტეტს აამთავრებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის უნარები და კომპეტენციები განივითაროს. რა თქმა უნდა, არის სკოლები და უნივერსიტეტები, სადაც უფრო უკეთესად ხდება უნარების გაუმჯობესება, განვითარება და არის, რა თქმა უნდა, საუბედუროდ ჯერ კიდევ სკოლები და უნივერსიტეტები, სადაც ვერ იღებენ სტუდენტები შესაბამის უნარებს და ეს ყოველთვის იყო, ანუ არ არის ახალი 20 წლის წინაც, როდესაც სამსახურში ადამიანი აყვავდა, ყოველთვის იყო ეგ შეუსაბამობა, რომ რაც უნდა ესწავლა უნივერსიტეტში, რეალურად იმ ცოდნას შემდეგ სამსახურში ვერ იყენებდა და დღესაც იქნება იგივე. ამ მიმართულებით დიდი ცვლილება სამწუხაროდ ვერ გავიარეთ დადებითი ხრივ. აი ზოგიერთ ქვეყანა ხო ანუ იწყებს უკვე რა ითქვა ხელოვნური ინტელექტი და ეს ციფრული უნარები და უშუალოდ რაღაცა ბავშვობის ადრეული ასაკიდან განვითარებს. იმასაც არის მუშაობენ ევროპის პროფესიულ განათლების ანუ ესეთ საზოგადოებაც არის, რომელიც ხო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს იმაზე, რა არის ბიზნესთან და სხვა რომ აი რა პროფესიები იქნება დროულად მომზადდეს და ბრიტანეთმა საერთოდ ახლა ზოგ პროფესიებზე მოხსნა უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ იქ ხა ძალიან ძლიერი vocational education-ი არის, პროფესიული განათლებით, იმიტომ რომ ის სერტიფიცირება უდეს, ანუ რომ ამ ადამიანმა იცის ეს როგორ გააკეთოს და უფრო სწრაფად აიღებს. თუმცა მას ყოველთვის შეუძლია აკადემიური განათლებით, ასე ვთქვათ, გაიღრმავოს ცოდნა და მერე მიხვეს კიდე სხვა, ასე ვთქვათ, საფეხურს. ეგ გამოწვევა არსებობს, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეხლა უფრო გამძაფრდება თუ ჩქარი ნაბიჯები არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ის რაც 90-იანებში იყო საკმარისი კომპიუტერი იცი და ინგლისური იცი, აქ ეხა ეგ აღარ გამოვა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაგ კითხვაზეც ყველას არ აქვს მაინდამაინც ანუ ისეთი მიღწევები. ანუ აქ ამაზე არ არის ლაპარაკი, აქ ზოგადად არის ფართო ხედვაზე და მე ვფიქრობ, რომ მასალასთან ერთად, რა თქმა უნდა, ფართო ცოდნა არის, ეხლა რასაკეთებს AI, ხო? ანუ მოდელირება ხდება და სინერგია მთელი ცოდნის და ენციკლოპედიების და ქცევების და პასუხების, ანუ შენს შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ ცოდნა გჭირდება ამისთვის და უნარები, რა თქმა უნდა. მაგრამ ამის გარდა კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფიქრი დაიწყოს ხალხმა. Copy paste-ის თემა უნდა დამთავრდეს. სხვათა შორის აი over reliance ესეთი ტერმინი, რომელიც ნუ ქართულად ითარგმნება ალბათ რომ ხელოვნურ ინტელექტზე ზედმეტად დამოკიდებულება ან დაყრდნობა, ეს ითვლება ძალიან დიდ პრობლემად, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ინფორმაციას მოვიძიებთ ან დავაგენერირებთ, ხო? ანუ generative AI-ის ხელოვნურ ინტელექტს, გენერაციულს, დავაგენერირებთ რაღაც ტექსტს, თემას, მე არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა გამოვიყენოთ, ჩემთვისაც მაგალითად ინგლისური არ არის, რა თქმა უნდა, მშობლიური ენა, მაგრამ 13 წელი არის, რომ ყოველდღურად მიწევს სამსახურის გამო გამოყენება და რა თქმა უნდა ვასწორებინებ იქ, რომ proofreading-ს ეწოდებულს ვაკეთებინებ ტექსტში, მაგრამ ის რომ არ წაიკითხო და ისე გააგზავნო და უშუალოდ ან ინფორმაცია არ გადაამოწმოდა, ვთქვათ, ისე გააგზავნო სადღაც მნიშვნელოვან ადგილას, ეს ძალიან დიდი პრობლემაა დღევანდელ დროში. ასე რომ აი ეს უნარებს ზუსტად რა ეს ანალიზის, დაკვირვების, დეტალებზე ორიენტირებულობა, თუმცა რომელიც ხშირად წერია ხოლმე მოთხოვნებში, ეს არ არის მარტო ესე ტყუილად დაწერილი. რეალურად საჭირო არის და ისე ტრანსფორმაციას თუ დაუბრუნდებით, ანუ რა თქმა უნდა რაღაცა როლები ტრანსფორმირდება და შეიცვლება, ირმა ახსენა ფინტექის მაგალითი და ამავდროულად ფილიალების გახსნა ბანკების ან რაღაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან თუ მომავალში
გადავლენ cashless, ანუ ფულის გარეშე ოპერაციებზე, აღარ იქნება საჭირო მაგალითად მოლარე, მაგრამ მოლარე არის ესეთი ადამიანი წესით სწორად აყვანილი და შერჩეული მოლარე, რომელიც არის დეტალებზე ორიენტირებული, შეუძლია სტრესულ მუშაობაში, სტრესულ სიტუაციაში მუშაობა და შეუძლია გაუძლოს და მოემსახუროს დღის განმავლობაში ძალიან ბევრ კლიენტს. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ ადამიანის ტრანსფორმირება, ძალიან ბევრი პროფესია არსებობს, სადაც მისაღები იქნება და პირიქით უფრო საჭირო არის მოლარის მსგავსი უნარები. თუნდაც AI მიმართულებით, მაგალითად რაღაცა ახლის გატესტვა და ერთი და იგივე ტესტირების ჩატარება სხვა სიმულაციურ სიტუაციაში ძალიან კარგად უნდა შეეძლოს მსგავსი ადამიანს, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა ამ მიმართულებით. სხვათა შორის უფრო და უფრო მეტი როლი, ანუ აი ჩანაცვლებაზე თუ ტრანსფორმირება შეიძლება მოხდეს. ტრანსფორმირება, აი call center-ს, აი ოპერატორები, ეს თქვათ ის ადამიანები, ვისაც მონაცემების შეყვანა უწევთ მხოლოდ, ან მონაცემების დამუშავება, მათ შორის თქვათ ფინანსური ანალიტიკოსები, თითქოს და ასე შემდეგ, უკვე ძალიან იგრძნობა მათი, ასე ვთქვათ, მათზე მოთხოვნის შემცირება. ეს ისევ და ისევ გულისხმობს ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიო ტრენდს, ხო? მონაცემებს და ასე შემდეგ. თუმცა აი შემოდის ახლა მე ვხედავ ხოლმე ჩვენ ბაზარზეც უფრო გამოჩნდა ელექტრონული კომერციის კორია, ხო? ანუ ხალხი რომელიც შეძლებს და იდეებითაც მოვა. აქ არ არის მარტო სოფტი მართოს იქ და რაღაცა პასუხები ადლოს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან საინტერესო მიმართულებითაც იმუშაოს. კომპანიებს კიდე ანუ რა შეიძლება ხა რეკომენდაციის სახით რომ ეს ხალხი ანუ დააკავშირეთ, აჩვენეთ, მეტი ინფორმაცია მიეცით, რომ განვითარდნენ ამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შეიძლება იქ იყოს ვფიქრობ რომ ყველგან უნდა იყოს ციფრული ტრანსფორმაციის მოადგილე, ანუ რა სიტუაცია ამკოთ. მე ვფიქრობ რომ ჯერ არ, ну აი პატარ-პატარა რაღაცები ხდება. ზრუნვა და განვითარება და მეტი თქვა ციფრული. სურვილები არის, ახლა მე ვნახე რომ მოყავთ ხელოვნური ინტელექტზე ზოგადად არის ესეთი სესიები ტარდება ის კომპანიები რომელიც ზრუნავენ, არო ცდილობენ უფრო რთული სიტუაცია არის ალბათ მცირე კომპანიებში, სადაც ბიუჯეტის ნაკლებობა აქვე ხან უკვე უნდა წავიდეს. ვფიქრობ ჩვენი პოდკასტის წადგება, ბევრი პოდკასტები იწერება, ძალიან დიდი ინფორმაცია არის YouTube-ზე, ქართული საგანმანათლებლო პორტალები ამ მიმართულებით, კონფერენციები. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია და მენეჯერებმა განსაკუთრებით რომ ეს ინტერესი გააღვივონ და ხო რაღაცა ანუ დაანახონ პერსპექტივები, რაც არის ურთიერთ სარგებელს მოიტანს ყველა მხარისთვის. სხვათა შორის ხარ არის თქვა ის უფრო ის არის პესიმისტურად უყურებს მსოფლიოს და საკმაოდ აკრიტიკებს ხოლმე. კი, აკრიტიკებს, ну, შეიძლება ხა ფილოსოფიურად შეიძლება ხა განვიხილოთ ესეთ საკითხი, რომ ჩვენს უგვეშინოდა უცხო პლანეტელებისო, მაგრამ უცხო პლანეტელები უკვე მოვიდენო, ეს არის არაორგანული სახითო. ეს არის ხელოვნური ინტელექტიო. ეხა არ ვიცით ჩვენ კვანტური ხელოვნური ინტელექტი რა შედეგებს დადებს. ამიტომ აქ არის ლაპარაკი, თავარი არ გაგექცეს კონტროლიდან. ანუ თუ ეს ყველაფერი წავიდა კონტროლის გარეშე, მიღმა შეიძლება გაიქცეს პროცესი. მაგრამ აი როგორი რთული არის რომ დაეციო ამ სიახლეებს. აი მე პირადად ძალიან მიჭირს უკვე ყოველდღე. ხო, ამდენი ინფორმაციის დამუშავება. იქ რაღაცა ფილტრაცია მოხდება, იქ რაღაც შენთვის საჭირო რაღაც რა ვიცი ხელოვნური ინტელექტის იმასაც ამდენი ახალი აპლიკაცია. რამდენი იქნება არც თუ ისე კარგი კურსი. ხო, ამის განსხვავებაც. ხო, აი რა არის აუცილებელი განათლებაზე რომ ვკითხე, აი ეს სერტიფიცირება უნდა მოხდეს ამ კურსების და სერიოზულმა ექსპერტებმა უნდა ნახონ ვინ ასწავლის, რას ასწავლის, როგორ ასწავლის, რომ რაღაცა შედეგიანი იყოს, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტზე რომ საუბრობთ, ამ ძალიან ხშირად და მე შემოხვედრია კურსები, რომ აი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რაღაცა 2-3 დღეში, ანუ რაღაც 10 სხვადასხვა აპლიკაცია და თქვათ ეს გამოყენეთ ისე და თქვათ მეტი დიდად შეიძლება სიღრმისეულად, ხო, ანუ არც არაფერი არ ხდებოდეს, მაგრამ არ ვიცი. საქართველოს ბაზარზე არ ვიცი როგორი სიტუაცია, მაგრამ
SHRM, ანუ ადამიანური რესურსების მართვის ასოციაციამ შარშან ჩაატარა ამერიკაში კვლევა და აღმოჩნდა, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების 47%, ანუ თითქმის ნახევარი მოუმზადებელი შეხვდა AI ტრანსფორმაციას. ანუ ხშირად არის ეგ შემთხვევა, რომ ორგანიზაციაში ერთი კონკრეტული დეპარტამენტი ან მენეჯმენტი გადაწყვეტს, რომ უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია, დიჯიტალიზაცია, ან თუნდაც AI-ის საშუალებით რაღაცის გაუმჯობესება, მაგრამ თანამშრომლები არ არიან მზად და თანამშრომელს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული. ან მეორეს მხრივ შეიძლება იყოს ისევ ის შიში, რომელიც ვახსენეთ, თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რაღაც სიახლის სწავლის მიმართ შიში. ცვლილებები, მე მგონი, ზოგადად ადამიანებს არ უყვართ. ხო, ანუ ისედაც აი ნებისმიერ ცვლილებებზე რაღაც ახალი ყოფილა, ხო, ანუ ახალი, ვთქვათ, აპლიკაციის დანერგვა არის თუ რაღაც პროცესების, ვთქვათ, გარდაქმნა, ავტომატიზაცია და ასე შემდეგ, ზოგადად ადამიანებს ძალიან ეწინ აღდგებიან ხოლმე. ხო, ზოგადად გვაქვს ზონების სამად გაყოფის ტექნიკა, ანუ კომფორტის ზონა, შიშის ზონა, იგივე პანიკის ზონა და სწავლის ზონა. როდესაც ადამიანი კომფორტის ზონაშია შესული, ანუ მაგალითად 5 წელი ასრულებს რაღაც საქმეს ერთნაირად, ეს მისთვის გახდა იმდენად ავტომატური, რომ არ ჭირდება ამაზე დაფიქრება და არის თავის კომფორტის ზონაში. თუ რაღაცა შეუცვლის, პირველი გადადის, რა თქმა უნდა, პანიკის ზონაში, ანუ შიშის ზონაში. და საჭიროა შემდეგ ამ შიშის ზონიდან გადავიყვანოთ სწავლის ზონაში და ამისთვის, რა თქმა უნდა, არის საჭირო, რომ გქონდეს ბევრი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. როდესაც კომპანიაში ხდება რაღაცის ცვლილება, დაუშვათ 5 წლის შემდეგ უნდა დაანერგონ, საჭიროა დღესვე დაიწყო ამის კომუნიკაცია შენს თანამშრომლებთან. და ასევე დადებითი ტენდენცია არის bottom up approach-ზე, ანუ როდესაც ცვლილებების მართვა ან იდეების მიწოდება მოდის პირიქით, ქვემოდან ზემოთ. ეს მენეჯმენტი, სხვა კომპანიის მენეჯმენტი უკვე ამას ხვდება და უფრო მეტად ყავთ ჩართული თავიანთი თანამშრომლები მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა მაინც ისევ სადღაც ხდება რაღაცა ინფორმაციის ფილტრაცია და ბოლომდე ეს ინფორმაცია არ ჩადის სწორად თანამშრომლებთან. და იმ ცვლილებებს რომ შევეხოთ ისევ, აი რა უნარები სჭირდება ადამიანს, ან აი როგორ უნდა განავითაროს თავის თავი, ან რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ფეხი აუწყოს პირველ რიგში ამ სწრაფ ტემპს და მეორე ის, რომ აი ან გაიაზროს, ან ისწავლოს ცვლილებების მიმართ იყოს უფრო მეტად, როგორ თქვა, მიმღებლობა კონდეს, ხო? კი ბატონო, ეხლა მე დინოზავრების ერაში არ ვიცი როგორ იქცევდა ხალხი, ну თუმცა ის ცვლილებაც ხო დაძდებდნენ ეხლა და საფრთხეს წარმოადგენდა, ეხლა შეიძლება სხვა რაღაცები წარმოადგენდეს საფრთხეს. რაღაცა პერიოდებით ეხლა უკვე როცა მენეჯმენტ თეორიებით შემოვერთ ამას, არის ესეთი ფუტურისტი, ამერიკელი, ჟამე კაშო, რომელმაც თქვა, რომ 2020-დან ჩვენ ვართ ბანის სამყაროში. ხო, ну ეს კოვიდის ხანასაც ეხება პანდემიას და ციფრულ ბანი ნიშნავს, ანუ მსხრევადი, ან შეშფოთებული, ხო, არაწფივი ესეთი ვითარება და გაუგებარი ყოვლად. ახლა ეს რაზე გვეუბნება? ასეთ სამყაროში ვართ. ეხლა ჩვენ რო ამ სამყაროში გავაგრძელოთ კარგი ცხოვრება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ ჩვენი შეხედულებები, იმიტომ რომ სამყაროს ჩვენ ვერ შევცვლით, ანუ ეს უკვე რეალობა, წფივი და თანმიმდევრული აღარ არის. ერთიდან გამომდინარეს მეორე არა. ამიტომ შიშების განეიტრალება შეიძლება მხოლოდ, ანუ თვითწმენით, თვითდაჯერებით და განვითარებით, როცა შენ მიდიხარ და ნაბიჯ რაღაცა შედეგებს შეიძლება დიდი შედეგი ჯერ არ დადო, მაგრამ მუდმივი განვითარება და რაღაც სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ხო, ადამიანებს უნდა ესმოდეს, რომ ცვლილებები იქნება სულ და ერთ-ერთი რამ რაც არ შეიცვლება, არის თვითონ ცვლილება. აქვე ჩვენ მოვდივართ იმამდე, რომ ამ ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია კი არის ეს თემა, ყველა ლაპარაკობს ამაზე, ემოციური ინტელექტი, ეს არ არის ის კარგი რამ არის აი ამ ნაწილში ის, რომ ამაზე შეიძლება მუშაობა და ეს განვითარდეს. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ადამიანური უნარები. ადამიანის
ის უნარი ვისთვისაც არსებობს ადამიანი ამ საყაროში, თორე იმ ფუნქციას შეასრულებს მანქანა, მაგრამ სხვა ფუნქციას ვერ შეასრულებს. მაგალითად, ფილოსოფიური აზროვნება, ხო, იმასაც ვფიქრობდი ახლა. კი ბატონო, აი სუნთქვა ადამიანმა ხომ უნდა შეწყვიტოს, ხელოვნური ინტელექტი ამას ვერ გააკეთებს შენს მაგივრად. ემპათიური მართლობა, ემპათიური მუშაობა თვითონ სამყაროს მიმართ დიდი ემპათია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ ცვლილებებთან მხოლოდ ესე შეიძლება რომ გავიაზროთ, რომ ცვლილებები სულ იქნება და ჩვენც, ანუ დინებას კი არ მივყვები და დინება შეიძლება ავანგარდში ჩაუდგეთ. რაღაცა ნაწილი. უნარებს რაც შეეხება და ესე ვთქვათ, ის უნარები, რომელიც დაგჭირდება მომავალში, ზუსტად აი მსგავსი ადაპტაციისთვის, ერთ-ერთი არის ცნობის მოყარეობა, კრიტიკული აზროვნება. და ვინჩის აქ ჯერ კიდე ეგ. აი მსგავსი უნარები, რომელიც უბრალოდ უნდა დაინტერესე, რომ აი ან კითხვა დასვა, ხო, რომ აი რატომ ესე, ან ეს სწორია თუ არა, ან ეს ვთქვათ ინფორმაცია ესე შემიძლია გარდაქმნა თუ არა და ასე შემდეგ ბევრი კითხვის დასმა. კი, კრიტიკულ აზროვნებაზე როცა საუბრობენ, დავიწყეთ ჩვენ ახლა სოკრატის ეპოქაში წამოვიდა სოკრატისეული კითხვები, ხო? უბრალოდ ხალხმა აი ეს ჩანაცვლებები რომ მოხდა ელექტრონული ინტერნეტზე, ფიქრი დაკარგა. აი შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა, აი რატომ დაგისვი ეს კითხვა? როგორ ფიქრობ და აქით უფრო მეტი რამ გავიგოთ, ვიდრე თვითონ პრობლემის გადაწყვეტა. აინშტაინს აქვს ნათქვამი ესეთი რამ, რომ თუ მე პრობლემა გადასაწყვეტი 1 საათში, თუ მე 55 წუთი ვიფიქრებ, როგორ დავსვა სწორი კითხვა, ამ 5 წუთში გადაწყვიტავ ამ პრობლემას. ამიტომ აი ეს არის ამნიშნულდა სხვათა შორის აი ზუსტად ამ მიმართულებით, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პრომპტ ინჟინერებზე, სად არიან, რატო არ ნუ თუ არავის არ ჭირდება პრომპტ ინჟინერი, ხო ყველა იყენებს ამას. ამ დროს ეს აბსოლუტურად სად კითხვა რომ დამიწერე ლექსი და სად ესეთი პრომპტი რომ რა ვიცი ლექსი 5 სტრიქონიანი იყოს, სტრიქონით და იყოს თბილისზე, იყოს შემოდგომაზე, სადაც თავარი ზუსტად ან მიმსგავსებული რაღაცა მას ხო დროს და თავარი პერსონაჟი ვინ იქნება, მაგალითად მხატვარი რა რაღაცა. ჩვენ მაინც მივდივართ რომ აკადემიანი უკვე შემოქმედებითად უდგება ხო ამ საკითხს აყალიბებს და ითანამშრომლებს თან. ლაშა რა თემას მინდა შევეხო, ანუ ისე მაინც ვერ დავტოვებ ამ თემას, გენდერულ თანასწორობას, ან უთანასწორობას, განსაკუთრებით ხა მე ყოველთვის მაინტერესებს ტექსტსფეროებში, ვთქვათ, გოგოების და ქალების ჩართულობა და განვითარება, მაგრამ განსაკუთრებით აი ხა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს ტიპები არსებობს, რომ ის პროფესიები, სადაც არის უფრო მეტი ქალი დასაქმებული, სამჯერ მეტად მოწყვლადია, ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის აი ავტომატიზაციებით და ჩანაცვლებით, ვიდრე ვთქვათ, ის პროფესიები, სადაც კაცები არიან დასაქმებული. ძალიან საინტერესო არის და ზოგადად ამბენ, რომ AI-ის გამოყენება, მაგალითად, ტალანტების შერჩევის ეტაპზე, უზრუნველყოფს მიკერძოებულობის გამორიცხვას და თუ ადამიანის ნაცვლად შეაფასებს და გადაარჩევს სივებს რაიმე კონკრეტული პოზიციისთვის, რომელიმე AI საშუალება ან ხელსაწყო, წესით მივიღებთ არა მიკერძოებულ ლისტს. თუმცა რეალურად ასევე არის საფრთხე იმის, როდესაც ვიყენებთ AI ხელსაწყოს ადამიანის ნაცვლად, ზუსტად მსგავს მოწყვლად ჯგუფებს, რომელსაც ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ ექნებოდათ თავიანთ ცხოვრებაში შესაძლებლობა რომ მიიღოთ ისეთი განათლება, როგორი პრომპტიც მივეცით ჩვენ იმ შერჩევის ხელსაწყოს, არ ექნებათ გამოცდილება იმ მსგავს კომპანიებში, რომელშიც ჩვენ გვინდა რომ კონდეს გამოცდილება, იმდენწლიანი გამოცდილება არ ექნება და ესე შემდეგ. სინამდვილეში, ანუ რეალობა მაჩვენა, რომ როდესაც AI საშუალებებით ხდება ადამიანების გაცხრილვა, გადაცხრილვა და შერჩევა პოზიციისთვის, უფრო ერთგვაროვან მასას იღებ და სრულიად კარგავ მრავალფეროვნებას შენ შერჩეულ კანდიდატებს შორის. რადგან ის უყურებს მხოლოდ იმ ტექნიკურ ნაწილებს, რაზეც შეგიძლია რომ დაუწერო პრომპტი, რის მიხედვითაც გადაარჩევს აპლიკაცია
აპლიკაციებს. ამიტომ აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისება და აი ზუსტად მანდ არის საჭირო ადამიანიც, რომ იმ ადამიანმა გადახედოს და შეაფასოს. ანუ თუ მაგალითად 100 CV მიიღე რაღაც პოზიციაზე და შენმა ხელსაწყომ შეგირჩია 10 ყველაზე კარგი და უყურებ, რომ 10-ვე არის მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხო? უნდა გაუჩნდეს ადამიანს შეკითხვა და გადახედოს ამ 100-ში რამდენი ქალი იყო და ხომ არ იყო ისეთი, ვინც დაიჩაგრა და არ მოხვდა shortlist-ში, ზუსტად იმიტომ, რომ არ შექმნა ადამიანმა ეს შესარჩევი სია. და საინტერესოც რა არის, ჩემო მეგობარმა, რომელიც ახლა გერმანიაში მუშაობს, მითხრა, რომ ანუ იქამდე სანამ არ გადააკეთა თავისი CV, რომ მორგებული ყოფილიყო ამ AI ხელსაწყოებს, მანამდე არავინ არ დაუძახა გასაუბრებაზე. ანუ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, საკმაოდ კარგი სპეციალისტია, მაგრამ სანამ კონკრეტული რაღაცა ამ არ ვიცი ტერმინები თუ წინადადებები თუ რაღაცები არ ჩაწერა ისეთი, რომელიც თქვა დაეხმარებოდა AI თულებს, ხელსაწყოებს თუ ეს პროგრამულ უზრუნველყოფებს, მანამდე ვერ მივიდა იქამდე გასაუბრებამდე. კი, ესეც საინტერესოა. ანუ გამოდის, რომ ესე იგი ჩვენი CV უნდა გადავაკეთოთ ისე, რომ იყოს AI-ისთვის მისაღები და შეიძლება იქ რაღაცა ისეთი რაღაცები ჩავწერო. თუ მარტო მაგას იყენებს, ეგრე გამოდის. არა მარტო AI-ის, ნებისმიერ დიჯიტალ პლატფორმას, რომელსაც კომპანია იყენებს ადამიანების შერჩევისთვის, რა თქმა უნდა, პირველი დონე არის, როდესაც CV-ს ატვირთავ და როგორ წაიკითხავს ის სისტემა. ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ როგორ შევადგინოთ CV. როგორ შევადგინოთ CV ისე, რომ მაგალითად, როდესაც საძიებო სისტემაში, მაგალითად, Google-ში რაღაცას ვეძებთ, ხო, არსებობს პირველი ვინ ამოვარდება, მეორე ვინ ამოვარდება და 2000-ე. იგივე არის კანდიდატების შემთხვევაში. ადამიანი ზოგადად ანდომებს, როგორც ამბობენ, 1-2 წამის განმავლობაში წვეთს ვინ არის shortlist-ში და ვინ არ უნდა მოხვდეს shortlist-ში, ხო? ის კიდევ უფრო ნაკლები დრო დაჭირდება ამისთვის. შესაბამისად, მართლა უნდა იყოს ისე შედგენილი CV, რომ სწორად წაიკითხოს სისტემა. ხო, ანუ აქ უკვე რაღაც სპეციალისტის კომპეტენციაზე აღარ არის საუბარი, აქ იმუნარებზია საუბარი, რომ როგორ წარმოაჩინოს თავისი თავი. ნამდვილად კოუჩს ესე იყო, უბრალოდ აქ ეხა ტექნიკური, ანუ ტექნოლოგიასაც უნდა აუწყო, ეგრე კოუჩს ესე იყო, უნდა მომზადებულიყავი და ცოდნოდა სად მიდიხარ, ხო? ისე მომზადებელი კანდიდატი ყოველთვის, ანუ ვიცოდით ჩანდა, ხო, ელემენტარულად. მაგრამ აქ ეხა შემოდის ეს თემა, როცა იყენებენ ეგრეთ წოდებული სკრინინგისთვის ამ ტექნოლოგიებს, ну, თითქმის უკვე ბევრმა იცის, რომ ამას იყენებენ ასეთ პოზიციებზე და აწყობენ ამის მიხედვით. შეიძლება ან გადამწვენოს და რამდენად იქ მე ესაუბროს, იქ რამდენად წარმატებული იქნება ეს CV, რამდენ პროცენტს მოუწევ და ესე გაანაგრძოს და უფრო დახვეწოს და დახვეწოს. კარგია თუ ცუდი? ვფიქრობ, აი აქ ნამდვილად ეხა იმიტომ გავამახვილე ყურადღება ადამიანის უნარებზე, რომ ჩვენ ადამიანი აყვავს და არა, იმიტომ რომ თუ ვტესტავ იქ რაღაცა GPT-ს მეხუთე ვერსიას, იქ წავა ეხა ეგეთი მიდგომა, რომ მთლიანად ტექნოლოგიას დავეყნო და ეხა ტესტავ ადამიანს, ხო? ადამიანი დავიყვანო, ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩანება, მაგრამ ასევე არის აი ამიტომ ისიც ვინც არის შემჩევი HR-ი, რეკრუტერი იქნება, მენეჯერი იქნება, იმას ჭირდება ეს უნარები, რომ ეს გამოყენებითი იყოს მისთვის, სწორად გამოიყენოს, დაზოგოს დრო და ამავდროულად გამოიტანოს, ასე ვთქვათ, ის არ დაკარგოს. ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ სოციალურ უნარებს ეხლა ესე ვერ დატესტავ ვერანაირად, ხო? სოციალური უნარები არის ადამიანი, კომუნიკაცია მასთან, აი საერთაშორისო კომუნიკაციას რო შევეხეთ, აი ხა ზოგიერთი როლის, ну, განსაკუთრებით ხა რასაც თქვა ვკითხულობდი და მომიძიე, ну, იგივე ვთქვათ დიდი პროექტების მართა, ხო, სადაც რაღაცა ნაწილის ავტომატიზაცია შეიძლება, ვთქვათ რაღაცა ისეთი რუტინული პროცესების, მაგრამ ის დიდი ნაწილი, რომელიც უკავშირდება მაგალითად გუნდის შიგნით კონფლიქტების მოგვარებას, ან რაღაცა სწორ კომუნიკაციას, ან რაღაცა ისეთი ტიპის, ვთქვათ, უნარებს, რომლებიც ძალიან ადამიანური უნარებია, ეს ფაქტიურად ვერასდროს ალბათ ვერ ჩანაცვლდება, ну, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მაგრამ მეორე მომენტი არის კიდე ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემს, რომ
ეს ცვლილებები და ეს განსაკუთრებით რისკები შეიძლება შუარგოლის მენეჯერებს შეეხოს, რომლებიც მხოლოდ ესეთი კოორდინაციით არის ჩაანაცვლებს ციფრული პლატფორმა. ხო არ შეხვედრია ეს. კი, მე მაგალითის დონეზე არის ესეთი კომპანიები, სტატიები წამიკითხავს, რომ არის გადაწყვიტეს თვითრეგულირებად, თვითორგანიზებულ გუნდების მართვაზე, სადაც მთლიანად იქვე იდება ამოცანები თვითონ ამ პლატფორმებით გენერირდება და შედეგებიც და იქ უკვე ერთვება მაღალი რგოლი და ის შუარგოლი, რომელიც არის ხშირად მისკომუნიკაციის რგოლი, შეიძლება ითქვას, ამოვარდება. ამიტომ აქაც ვიტყვი, დავამატებ, რომ ის, რომელიც ძლიერი პროფესიონალია და ის, ანუ ასე ვთქვათ, თავის უნარებს reskilling-ს სხვა მიმართულებით მიმართავს და განვითარდება და აი მხოლოდ ესეც უკვე წარსულია. ჩვენ გვახსოვს ტეილორიზმი რო გავიხსენოთ წინა საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ფრედერიკ ტეილორის ან მეცნიერების მენეჯმენტი რომელიც იყო რამდენ რაღაცა ჩარხს ადამიანი ამერიკული მენეჯმენტის სტილი როცა მენეჯმენტი ყალიბდებოდა და იქ იყო რაოდენობაზე ვიღაცა უნდა მდგარიყო ითვლიდა აი ეხა ამას თუ დაემსგავსება შუალგოლ მენეჯმენტი ეს აბსოლუტურად გამოუყენე აი თუ ინსპირირებელია, ახალ ტალანტებს გახსნის, ახალ პროექტებისკენ უბიძგავს, ახალი იდეებისთვის, მაშინ კი იმას ვერ გააკეთებს უკვე ეს. საინტერესოა reskilling და upskilling რაც ირმა მახსენა, ანუ ეს არის რეალურად რაც უნდა აკეთებდეს ორგანიზაცია თავისი თანამშრომლებისთვის. თუ მე დღეს ვიცი, რომ გარდაუვალია ტრანსფორმაცია კომპანიაში, შესაბამისად უნდა მოვამზადო ჩემი თანამშრომლები და განსაკუთრებით ტალანტები, ვინც ყავს ორგანიზაციაში, რომ მომავალშიც ისინი იყვნენ ჩემთან, ანუ გაუჩნდეთ პირველ რიგში სურვილი, რომ ჩემთან გააგრძელონ მუშაობა და მეორე არის მზად იყვნენ იმ პოზიციებისთვის, რა პოზიციებიც მომავალში მე დამჭირდება და რა საჭიროებაც მექნება. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ადამიანების სწავლება, მათი დატრენინგება და მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული არა მხოლოდ ჰორიზონტალური განვითარება და დაწინაურება, არამედ ვერტიკალური დაწინაურება. ანუ ის ადამიანი, ვინც ადრე მარტო თვლიდა, რომელ საათზე მოვიდა და რომელ საათზე წავიდა რაღაცა სულაში თანამშრომლები და რამდენმა თანამშრომელმა იმუშავა, შეიძლება გამოეთიშოს ეს რგოლი და ჩაანაცვლოს ძალიან მარტივად ნებისმიერ AI ხელსაწყომ ან უბრალოდ digital ხელსაწყომ, მაგრამ ამ ადამიანს ასევე შეუძლია ამ ფუნქციასთან ერთად კიდევ სხვა რაღაცეები დაიმატოს და გაიმრავალფეროვნოს საკუთარი პოზიცია, რომელიც იქნებოდა ჰორიზონტალური განვითარება როლის. ხო, შეგიმჩნევია შენ დაკვირვებით ასევე ორგანიზაციებში, სადაც უფრო მეტად სკეპტიკურად არიან განწყობილი და პირიქით ანუ კრძალავენ თქვათ ამ ახალ ტექნოლოგიების გამოყენებას და ხო, რატომღაც ბლოკავენ, რომ ეშინიათ თითქოს ან თავის თანამშრომელი არ განვითარდეს და ვერ სხვაგან არ წავიდეს თუ მონაცემების ატვირთავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის მონაცემების თვალსაზრისით და განსაკუთრებით, როდესაც ეხება დაცული ტიპის მონაცემებს, როგორც შენი არსებული თანამშრომლების, ასევე კლიენტის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ინახავს ყველა ორგანიზაცია, ხო? შესაბამისად, თუ მოხდება მსგავსი ტიპის ინფორმაციის სადმე ატვირთვა, ძალიან ცუდად შეიძლება იქნას გამოყენებული, ხო? ამიტომ ეს ხო შეიძლება იყოს დარეგულირებული. ძალიან რთულად დასარეგულირებელი არის, თან ერთის მხრივ უბიძგო შენ თანამშრომლებს, რომ მეტი AI ხელსაწყო გამოიყენონ და მეორეს მხრივ კარგად აკონტროლო ის ეთიკური ნორმები და დაცული იყოს ყველანაირი ეთიკური საფრთხისგან თავი რო დავიცვათ კომპანიის მხრიდან. ამიტომ არის საჭირო, რომ ყავდეს ზუსტად ამ მიმართულების ოფიცრები, ანუ საქართველოში ცოტა ნაკლებად არის განვითარებული ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი. ეს როლიც ძალიან ბოლო 5 წელი მაქსიმუმ 10 წელია, რაც გაჩნდა, მანამდე ალბათ ორგანიზაციებში არ იყო. და ტრენინგებს თუ შევადარებთ,
იქ ბევრად უფრო დიდი ხანია მსგავსი ტიპის როლები არსებობს და ანუ ეხა ალბათ უკვე გადატრანსფორმირდება ეს როლი და უფრო მეტ AI უსაფრთხოებაზეც იფიქრებს და არა მარტო კიბერუსაფრთხოებაზე. იმიტომ რომ იმ ხარესაც დასწავლადია, იმიტომ რომ ეგ სიახლეებია, იმიტომ რომ შენ რაღაც ერთ მიმართულებით აკეთებდი კიბერუსაფრთხოებას, ხო იქ ინტერნეტი, სპამერი, სკამერი და აქ AI შემოდის შენთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ და მაგრამ ისიც არის, რომ ანუ ძირითადად როდესაც დიდი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური არა ინციდენტები ხდება ბრძოლაში, ან კიბერ ინციდენტები, ან დაუშვათ ისე რაღაც სისტემების გათიშვა და ასე ვთქვათ ამ სერვისების შეფერხება ხდება. ანუ people process და technology რომ ანუ შეადარს პროცენტულად ადამიანების პროცესების და ტექნოლოგიების წილი, ადამიანების წილი გაცილებით უფრო დიდია ყოველთვის, ანუ ის რისკი რომ თუ დაუშვათ თანამშრომელმა არ იცის როგორ გამოიყენოს, თქვა დაუშვათ სადღაც ხო, ანუ არ გააგზავნოს შეცდომით ან რაღაც ინფორმაციაზე ხო, ან არ გადავიდეს რაღაც ლინკზე და ასე და კიდე უფრო სხვა დიდი რისკები არის ძირითადად ადამიანური აი ამ შეცდომებიდან გამომდინარე და ისევ ეს ყველაფერი მიდის ალბათ განათლებაზე, ანუ ცოდნის და ინფორმაციის მიწოდებაზე თანამშრომლებისთვის. კი, აი მაგის სპეციალისტებიც ძალიან დიდი სფეროა, იმიტომ რომ ძალიან იზრდება რაოდენობა და დახვეწილი მეთოდები. ალბათ ყველას მოსვლია იმეილი, რომ შენი იმეილიდან იგზავნება და ეხლა თუ არ ჩამირიცხავ თანხას, იქ რაღაცა ესეთი თემები, ნუ ბევრია ზოგადად და ეგეც და თვითონ ამ AI ხელსაწყოებში, რა ვიცი, იქ რაღაც ფაილების ატვირთვა თუ ანუ ეს ფასიან თუ ფასო ვერსიას იყენებ თუ დაუშვათ რომელ ხელსაწყოს ენდო და რომელ ხელსაწყოს არ ენდო, ესეც ალბათ ზუსტად ამ ინფორმაციის და განათლების ალბათ ინფორმაციის კლასიფიკაციაც კი რთულია და ზოგჯერ შეიძლება გაუჭირდეს ყველა თანამშრომელს, ხო? ანუ გვაქვს შეგრძნება რომ მაგალითად კარგი ჩემთვის, შენთვის და ირმასთვის ერთ და იგივეა, მაგრამ თუ უფრო ზუსტი კონტექსტი და განმარტება არ მოუყვანეთ ამ სიტყვას კარგს, ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად სახელმწიფო დონეზე რისკები, ბიზნეს დონეზე რისკები, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ანუ ვიღაცისთვის რაღაც ინფორმაცია შეიძლება კონფიდენციალური იყოს და მას გონია რომ ყველა ასე აღიქვამს ამ ინფორმაციას კონფიდენციალურად, მაგრამ სხვა თანამშრომელმა საერთოდ არ ჩათვალოს ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად და ატვირთოს შესაბამისად ეს ინფორმაცია ნებისმიერ AI ხელსაწყოში. ბოლო კითხვა რაც მინდა კითხოთ დაკავშირებულია რჩევებთან. ანუ ყველა საინტერესებს რა აი როგორ თქვათ იყოს კონკურენტუნარიანი არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოსდან უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობს, ხო? იგივე ადრე რო იყო მარტო რაღაცა ენის ცოდნა და რაღაცა კონკრეტული პროფესიის ცოდნა, თუ არ არის საკმარისი და თუ უნდა განვავითაროთ ჩვენი თავი, მაშინ როგორ? ანუ აი ეს რაღაც რჩევები რო ბატონო. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან გაზრდილეს ეგრეთ წოდებული ჩვენ ციფრულ ეკონომიკაში ვცხოვრობთ, შევედით, ასევე და პლატფორმ ჯობები, ანუ ასე ციფრული პლატფორმიდან მომუშავე დისტანციურად სხვადასხვა ქვეყნებზე რაოდენობა თუ საქართველოში შიგნით და გარეთ იზრდება. და არა მარტო მათთვის რჩევები რა შეიძლება იყოს. ნუ ალბათ სიახლე არ არის, რომ და ეხლა მით უმეტეს ძალიან კრიტიკულია გაგზნობითი სწავლება და განათლება. ანუ ეს პროცესი არ შედა მე დიპლომი ავიღე და ეხა მეტს რაღა უნდა ვისწავლო. ხო, ეს თემა აღარ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რამდენი რამე იცვლება და ვერც ასწრებ. ხო, რომ ამ დაეწიო შეუძლებელიც არის. აი კრიტიკული აზრი გჭირდება რომ გაფილტრო ეს ინფორმაცია მთლიანად რა არის საჭირო, როგორ ხო რისთვის გამოიყენებ. ალბათ უფრო მეტი რაციონალური მიდგომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ასე ვთქვათ მენტალური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ ამ ნაკადთან ინფორმაციის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იძლევა და სხვადასხვა პლატფორმები ეს იქნება დეზინფორმაციული ნაკადიც, რომელიც ანუ იქ ყველა მონაცემი სწორი კი არ არის, ანუ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა და გადამოწმების უნარი უნდა გქონდეს. ხო, პირველ წყაროს
არ მომაწოდე, ან სად ჩავიკითხო. როგორი მარტივია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება და მასებზე განსაკუთრებით ზეგავლენის მოხდენა. თან ეს ხდება წამებში. და ალბათ კიდე ბოლო რჩევას ვიწყდი და ყოველთვის იყო ეს, აი შეუპოვრობა ალბათ, ხო? ანუ აი ამ რომ ანუ გავაკეთებ, შევძლებ, შემიძლია და ოღონდ ეს ყველაფერი დაყნობი რეალურ შესაძლებლობებზე. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ძალიან მადლობა იმალა შარას და ამატებ რჩევების კუთხით. მეც ალბათ ვურჩევდი პირველ რიგში რომ უფრო ფართოდ შეხედონ, ის ფაქტი რომ დღეს მაგალითად ერთი მიმართულებით მუშაობა არ ნიშნავს რომ მთელი შენი ცხოვრება ამ მიმართულებით უნდა იმუშაო. გააფართოვონ უფრო თავიანთი ასპარეზი და არეალი, რა შეუძლიათ და რის გაკეთებას ისურვებდნენ მომავალში. მეორე ალბათ კარგი იქნებოდა თუ ადამიანები დაფიქრდებიან რეალურად რა უყვართ, რა მოსწონთ და აქცევენ ამას საკუთარ საქმედ. ადრე ცოტა შეზღუდული იყო, იმიტომ რომ გქონდა ძალიან კონკრეტული პოზიციები, კონკრეტული პროფესიები და უნივერსიტეტშიც რაღაც ძალიან კონკრეტულ თემებზე სწავლება. დღესდღეობით ეგრე აღარ არის, რაც შენ გიყვარს და რის კეთებაც კარგად გამოგდის, ყველაფერი შეგიძლია შენ საქმე დარჩი. აქციო. ძალიან დიდი მადლობა ლაშა ირმა სტუმრობისთვის. მეც ნელ-ნელა დავიმშვიდობები ჩვენს მაყურებელს. მადლიერებას გამოვხატავ, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის მიმართ, ჩვენი სტუმრების მიმართ და გამომწერების მიმართ. აუცილებლად გამოიწერეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, თუ გინდათ რომ მსგავსი საინტერესო პოდკასტები ჩავწეროთ კიდევ უფრო მეტი. მადლობა. მადლობა. მადლობა ნათია კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მადლობა, კარგად.